დაიხურა სკოლა. ჭაქვინჩის საჯარო სკოლაში გადაიყვანეს ბავშვები. ეს არის ძალიან დიდი სოფელი არის, ჯერ დიდობერა და შემდეგ ბაღმარანი. ბაღმარანშიც დაიხურა. აქ უკვე ელემენტარული კლასები დაგვიტოვეს მე-6 კლასამდე. ელემენტარულიდან მე-5 კლასში ყავდა 5 ბავშვი. მიუხედავად იმისა, რომ ელემენტარული დატოვეს, აი ეს 5 ბავშვიც აიყვანეს და გადაიყვანეს ჭაქვინჩი. ძალიან ხშირი შემთხვევებია, რომ ავტობუსი აღარ არის. უწევთ ბავშვებს ფეხით წასვლა-მოსვლა რამდენიმეჯერ, აი იქედან აქამდე წარმოიდგინეთ 7 კილომეტრი, 14 კილომეტრი ბავშვმა რომ გაიაროს, იმან ან როგორ უნდა ისწავლოს, რა უნდა გააკეთოს. ერთ-ერთი მშობელი ვერ შევეგუებით მაგას, რომ 7 კილომეტრი ფეხით იარონ ბავშვებმა და 7 კილოანი შანტები აფრიონ. სკოლა ჩვენთან არა, ბაღი ჩვენთან არა. არანაირი მომსახურება ჩვენთან არ არის უკვე. ერთი სკოლა გქონდა და ესეც გაგვიუქმეს. ახალგაზრდა, როდესაც შექმნის ოჯახს, აი რა გული უნდა გქონდეს, არაფერი რომ ჩვენთან არ ფუნქციონირებს, აქ გაჩერებაზე იფიქრებს თუ არა რომელიმე ახალგაზრდა. რომელი კლასია? მეორე და მეორე. კლას კომპლექტი. პირველი და მესამე ერთად და მეორე და მეოთხე ერთად. სულ 9 ბავშვია. ყველა ცდილობს უკვე რომ სადღაც რაღაც გამოსავალი ქალაქში პოვოს. 2 კილომეტრზე მოდიან ჩემი შვილები აქამდე. აქედან კიდევ რომ წავიდნენ 6 კილომეტრი და 7 კილომეტრი როგორ უნდა შეძლონ ბავშვებმა მაგი. ტრანსპორტიც არ არის ნორმალურად და არაფერი ვერ გაუშვენ და ჭაქვინჩი აქ თუ არ იქნა სკოლა, ჭაქვინჩი ვერ გაუშვენ ბავშვები. მეტალოპლასმასის ფანჯრები გამოყოფილი იყო, რომელსაც მე თვითონაც გადავხედე იმ საბუთს 4500 ლარი. რა იყო, არც ფანჯრები არ გაკეთდა, უკვე იმას რა ბედი ეწია, ამის აზრზე აღარავად. არ ვიცი, ანუ რომელი არასამთავრობო. როდის გამოყვეს ეს ახლა არასამთავრობო? შარშან სექტემბრის თვეში.